საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით და მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით. უღრმესი მადლობა ყველას ჩემო ძვირფასებო. იმ თბილი კომენტარებისთვის, ლაიქებისთვის, იმ სტიმულისთვის, რასაც მე მაძლევთ. მე კი მინდა რომ 10 მაგათ დაგიბრუნოთ უკან. ეხლა მოვედი თქვენთან როგორღაც და მოვედი ესეთი თემით. მოდი, ეხლა გავარკვიოთ. დასხედით, მოეწყეთ, განეწყეთ. ჩაიფიქრეთ თქვენთვის სასურველი ადამიანი და გავარკვიოთ ეხლა. თუ ამ საახალწლოდ როგორი იქნება უთქვენოდ მისთვის ახალი წელი? ახალი წლის ღამე როგორი იქნება მისთვის? მე მგონი საინტერესო თემაა. მე კი დავიწყებ ეხლა მისი დახასიათებით თუ რა ენერგიებში იმყოფება ის. მეგობრებო, მისი ენერგია. ადამიანს თითქოს და ემოცია აქვს. ადამიანი მოდის, ადამიანი სადღაც მიდის სიყვარულით, მიდის ემოციებით, მიდის. უფალს ევედრება ამ ყველაფერს, რომ ეს მისი წასვლა ახდეს, ჩემო ძვირფასებო. ახდეს ის, რაც შორსა აქვს. ადამიანი, ვისთანაც არის შორს, ამ ადამიანს უნდა მასთან წასვლა, იმ სიტუაციასთან წასვლა და ამისთვის მუშაობს. კიდევ ამაზე ფიქრობს თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი და უნდა რომ ყველაფერი თავიდან სცადოს, რადგან მისთვის მზე არის სადღაც არის მისთვის მზე და ამ ადამიანის გამო ეს ადამიანი ჩაფიქრებული თავისი სურვილების გამო რომ იმ მანდილოსანთან მივიდეს, რომელიც მისთვის მზეა და თბილია და მისთვის სასურველია, მასთან მივიდეს და სიახლეები დაიწყოს, რადგან განადგურებულია ძალიან. კიდევ რა ენერგიებში იმყოფება თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი? სამართლიანობა, უძილობა და ტყუილები. მოკლედ, ამდენი ტყუილების შემდეგ ამ ადამიანს უნდა რომ სამართლიანად იმოქმედოს. იმიტომ რომ ძალა აღარ აქვს. იმიტომ რომ ოჯახში დაბრუნება უნდა, თუ ოჯახი აქვს, თუ რაც უნდა გავარკვევთ და ამ ყველაფრისთვის სჭირდება ფული, რაც დაპაუზებული აქვს და მოკლედ თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი მეგობრებო, ძალიან დიდ პაუზებშია. ესეთი იყო მოკლე მიმოხილვა. მოდით ეხლა გავარკვიოთ და გავაგრძელოთ. როგორი იქნება მისთვის ახალი წელი უთქვენოდ? მისი ახალი წელი უთქვენოდ. როგორ გულგატეხილია, როგორ უძილოთა, როგორ უნდა სადღაც გამგზავრება, სადღაც წასვლა უნდა, პასუხისმგებლობის აღება უნდა, სიყვარული უნდა, სიმდიდრე და ხვავი და ბარაკა უნდა და იხედება თქვენსკენ მეგობრებო. გადაწყვეტილების წინაშე დგას ეს ადამიანი და იხედება თქვენსკენ, რადგან ნახეთ, მთელი სურვილები და მთელი ემოციები აქვს და მთელი წარმატებები უნდა და მოკლედ ყველაფერი უნდა თქვენთან ერთად. იმიტომ რომ ძალიან დიდ დანაკარგებშია და იმიტომ რომ ეხლა დაიწყებს მსვლელობას. დაიწყებს იმიტომ რომ ძალიან დიდ მოგონებებშია და ბალანსის დაბრუნება უნდა ურთიერთობაში. თქვენ მას ელოდებით და მან იცის რომ თქვენ მას ელოდებით. მოდის მეგობრებო, მაგრამ გაურკვევლად მოდის. კარგად დააკვირდით. ძალიან ცუდათაა. როგორი იქნება მისთვის ახალი წელი? როგორი იქნება და ვერაფერიც ვერ იქნება. იმიტომ რომ სამკუთხედებში გამყოფებდათ. იმიტომ რომ მარტო თავის სტაბილურობაზე ფიქრობდა. იმიტომ რომ სულ კამათობდა თქვენთვის. როგორი იქნება მისი ახალი წელი? ვერ იქნება კარგი, სულ ბრძოლები უწევს, სულ რაღაც გაუგებრობა უწევს. სულ ფარულობაში იმყოფება, ან ბევრი რაღაც დამალული საიდუმლოებები აქვს ამ ადამიანს და თქვენი და მისიც ტრანსფორმაცია მეგობრებო. ეს ადამიანი იმყოფება ტრანსფორმაციაში და ძალიან ცუდათაა, ამიტომ ვერ იქნება მისთვის ახალი წელი კარგი. ასე. დიაგნოზი დასმულია მეგობრებო. დიაგნოზი დასმულია. ყოჩახ. ფიქრობს ოჯახზე, ფიქრობს ოჯახში დაბრუნებაზე, ფიქრობს ოჯახის შექმნაზე, ვის რა სიტუაცია გაქვთ, ძალიან ბევრი მიყურებთ მეგობრებო. ამბობს რომ ამისთვის იბრძოლებს. თქვენს გამო ეს ადამიანი სადღაც კამათობს, ბრძოლობს, ძალიან ბევრს ბრძოლობს და ამ ბრძოლებიდან ძალა აქვს გამოლეული. უნდა მოსვლა და შემოთავაზება. ელოდეთ მისგან შემოთავაზებებს. ელოდეთ ბევრ ტყუილებს, რაშიც გამყოფებდათ, იმიტომ რომ პაჟი, ბევრ თქვენთაგან იქნება ასაკში სხვაობაც. ამ ადამიანს უნდა ურთიერთობაზე მუშაობა, კი ბატონო, და ძნელი სიტუაციებიდან გამოსვლა უნდა. თქვენთან მოსვლა უნდა და რაღაც საუბარი უნდა,
თითქოს და გულახდილი, თითქოს და სიახლებით, მაგრამ აჰა თქვენ მეგობრებო უკვე აღარ უშვებთ. კარგით, როგორი იქნება მისი ახალი წელი? აი ახალი წელი როგორი იქნება მისთვის? აი ასეთი. დაჯდება და გიყურებთ თქვენს ატვირთულ ვიდეოებს, სურათებს, ფოტოებს, ყველაფერს, რასაც ატვირთავთ მეგობრებო, დაქვია მაგას და სოციალურ ქსელებში, დაჯდება და უყურებს ასე შორიდან. კი, და დაიწყებს ხმლების ფრიალს. მოგწერთ, რას მოგწერთ? უნდა რომ ყველაფერი თავიდან დაიწყოს. გეტყვით რომ მოჯაჭულობა აქვს თქვენთან და თქვენს გარეშე არ შეუძლია. გეტყვით რომ აი მთვარეშია და ყვავებშია. გეტყვით იმას რომ თავიდან უნდა ყველაფრის დაწყება. ნოლიდან, სულელივით. გეტყვით იმას რომ ღამე უძილობა აქვს და აი არ შეუძლია უთქვენოთ. აჰა თქვენს. კი ბატონო, თქვენ ხართ მის გონებაში. თქვენთან მუშაობა უნდა, თქვენს ურთიერთობაზე ბრძოლა უნდა, თქვენს კი ამბობს რომ იბრძოლებს, რადგან არის ეს პაუზა. მოდი ახლა გავარკვიოთ ჩემი მეორე დასტით, ჩემო ძვირფასებო. ჩემი მეორე დასტით ახლა გავარკვიოთ. როგორი იქნება მისი ახალი წელი? მაინც ვკითხოთ ამ დასტითაც, ჩემო ძვირფასებო. როგორი იქნება მისი ახალი წელი? როგორი იქნება მისი ახალი წელი? ძალიან დაღლილი იქნება, ძალიან დაიღლება თითქოს და აი დიდი ხანი აი რაღაც ფიქრობდა მოლაპარაკებებზე გამოსვლას და ამ ყველაფერმა ძალიან დაღალა და უნდა რომ მოგელაპარაკოთ, უნდა რომ შეტყობინება გამოგიგზავნოთ, უნდა რომ დაგირეკოთ. კი ბატონო, აქამდე იყო არა, მაგრამ ეხლა მეგობრებო, უნდა რომ აი რაღაც ეს გამოსცადოს, ეს თავისი გამოცდილება გაგიზიაროთ, უნდა რომ მოგწეროთ რომ გააუმჯობესოს ურთიერთობა, უნდა რომ იმუშაოს ამ ურთიერთობაზე და აი ამას მოგწერთ ერთ ბედნიერ დღეს. როგორი იქნება მისი ახალი წელი კიდევ? მოგონებებში იცხოვრებს, დაждდება და იქნება მოგონებებში. თავის მეგობრებო, ეცდება თავისი ძალა რომ მოიკრიბოს რესურსები, დაიბრუნოს სასიცოცხლო, კი, აი გაკონტროლებთ სოციალურ ქსელებში. ძალიან უყვარხართ ამ თქვენთვის ჩაფიქრებულ ადამიანს. კი, სიყვარული აქვს მეგობრებო. სიყვარული აქვს, მას უნდა რომ თითქოს და დაგემორჩილოთ, მაგრამ ეს მისთვის ძალიან რთულია. ზოგჯერ ფიქრობს, რომ კი გადავდგა ნაბიჯებს, მივწერ, დავურეკავ, ასე ვიზამ, ისე ვიზამ, მაგრამ ეს თავისთვის ძალიან მძიმეა. ამ ნაბიჯის გადმოდგმა ძალიან უჭირს, აბატონო, კი ბატონო, ძალიან უჭირს, თუმცა უყვარხართ. თქვენ შორის ძალიან დიდი სხვაობაა, რაღაც სხვაობაა თქვენ შორის, მენტალური სხვაობა, საკობრივი, სოციალური, შეიძლება იყოს აი სხვადასხვა, აი ძალიან განსხვავებულები იყეთ მეგობრებო. თქვენ ხართ მისთვის მიუწვდომელი მზე, სადღაც შორს ანათებთ. კი, აი როგორი სიყვარული აქვს თქვენს მიმართ და აი როგორია თქვენს მიმართ მეგობრებო. თქვენ ხართ მისი სიცოცხლე, თქვენ ხართ მისი ცხოვრების გაგრძელება, მაგრამ რატომღაც თქვენ შორის რაღაც არის მესამე. რაღაც მესამე არის, აი ეს შავი ხვრელი არ უნდა იყოს. შავი წერტილი. მოკლედ, საბოლოოდ მოგწერთ თუ არა თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი. ძალიან ცუდად არის ამის გამო. მოგწერთ თუ არა, აი მოსვლა უნდა, აი ესე საჩუქრებით. მოსვლა უნდა, აი ესე და უნდა რომ გაგახაროთ, უნდა რომ იყოთ ბედნიერი და გხედავდეთ ბედნიერს. მოგწერთ თუ არა, კი მეგობრებო. მოგწერთ მეგობრებო, ვისთან როგორ რეზონირდება, ამას მე ვერ გეტყვით, ძალიან ბევრი მიყურებთ, მაგრამ ბევრ თქვენთაგანთან გამოვა კონტაქტზე. ელოდეთ, ჩემო ძვირფასებო, მე კი ამ ყველაფერს გულით გისურვებთ და თქვენ გულებში მუდამ ყოფილიყოს მზე და გაზაფხული, სანთელი გადაბრუნდა ჩემო ძვირფასებო, ასე რომ მოკლედ ელოდეთ მისგან მსგავს ნაბიჯებს, მე კი გელოდებით კომენტარებში.